სახელმწიფომ რო შექმნა საგამოძიებო კომისია და ყოფილი პრემიერი უცხოეთიდან ერთვება და უყურებთ ქუჩის რაზბორკას. ბიჭო და რა და და ბიჭო კარგით რა სახელმწიფო არის თუ რაღაც ქვეყნის გამო მტკივა გული რატო აგიხსნით რა? აი ვიღაცა შენი პარტიის წევრი იყო, გაგექცა და ეხლა უნდა რაღაცა გარჩევა გააკეთო. ეგეთი საუბრები ხდება ხოლმე? ოღონდ ეგ ხდება დახურულ კარს მივატ. ნახეთ, ქართული ოცნების მხარდამჭერს რა მინდა იცი კითხოთ. ჩვენ ეხლა გადაცემა გვაქვს ესეთი ფორმატის და ბევრჯერ ვიღაცები შემოსვლა თქვენ ბიჭო რაღაცა ბირჟის ლექსიკას რატო იყიდეთ? ბიჭო მე გადაცემა მაქვს თავისუფალი საუბრის ფორმატში. მაგრამ მე მაგალითად ხვალე პრემიერ-მინისტრთან რაღაცა დებატები რომ მომიწიოს და რომ დავჯდე, ესე კი არ დაველაპარაკები. მე სახელმწიფოს ვცემ პატივს. შეიძლება ადამიანი საერთოდ არ მომწონდეს, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ რაღაცა პატივისცემა მაქვს. მაგალითად, აი პარლამენტში რატო არ შეიძლება შორტებით და ჰავაის საროჭკით მისვლა, ხო? სახელმწიფოს უნდა ცე პატივი. შეიძლება იქ ვაფშე ადამიანი არ იყოს იმ პარლამენტში, ვისაც პერსონალურად პატივს ცემ, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტს ხო პატივი უნდა ცე. ეს რაც ხდებოდა მაგ კომისიაზე, არც ხარია მაინტერესებს, არც წულუკიანი. სახელმწიფოს კუთხით გვეშლება ნერვები.